4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებისთვის გურჯაანის ნომერ მე-12 საარჩევნო ოლქში რეგისტრაცია 5 სუბიექტმა გაიარა. კომისიის თავმჯდომარის მაია ჩუთლაშვილის განმარტებით არჩევნებში პარტიები ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო, გახარია საქართველოსთვის, ლელო, კონსერვატორები და პატრიოტთა ალიანსი მონაწილეობენ. მათგან მერობის კანდიდატი მხოლოდ ქართულმა ოცნებამ წარადგინა. 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებისთვის გურჯაანის საარჩევნო ოლქში დარეგისტრირებულია 5 საარჩევნო სუბიექტის მიერ წარმოდგენილი პარტიული სია. ეს გახლავთ ქართული ოცნება, გახარია საქართველოსთვის, ლელო, კონსერვატორები საქართველოსთვის და პატრიოტთა ალიანსი. ასევე 4 საარჩევნო სუბიექტმა წარმოადგინა მაჟორიტარობის კანდიდატები, ხოლო 1 საარჩევნო სუბიექტმა მერობის კანდიდატი. მათ გადამოწმების შემდეგ დოკუმენტაცია წესრიგში ჰქონდათ და გაიარეს შესაბამისი რეგისტრაცია.